განქორწინების შემდეგ როგორ შეიცვალა შენი შეხედულებები სიყვარულზე და ურთიერთობებზე? ძალიან შემეცვალა. ამაზე არასოდეს არსად არ მილაპარაკია, მაგრამ შენთან რატომღაც მომინდა ახლა რა ვთქვა. ანტიდეპრესანტია საუბარი? თან ძლიერ ანტიდეპრესანტებზე. ამის გამო თავი ისე დავისტრესე. იმიტომ რომ ვიღაცის თვალში ძალიან ძლიერი გოგო ვიყო. 22 წელს ვიყავ რომ გამოვედი მე სახლი. ანუ შეტევების სახე ქონდა ამას თუ? პანიკური შეტევებიც მქონდა. მოგესალმებით მეგობრებო, ეს გადაცემა დიდი ქვიზია, მე კი გიორგი კოკაია ვარ. სანამ გადაცემას დავიწყებთ, გეტყვით რომ ჩემი არხის სპონსორია მეღვინეობა გონაძეები. მათ აქვს 7 სახეობის პრემიუმ ხარისხის ღვინო, ამიტომ დააგემოვნეთ გონაძეები. დღეს ჩვენი სტუმარია ნანკა გვარი. გამარჯობა. კარგად, როგორ ხარ? მე ძალიან კარგად, დიდი მადლობა პირველ რიგში რომ დღეს გვესტუმრე. მადლობა რომ მომიწვია. სანამ გადაცემას დავიწყებ, გითხავ. ვინ არის ნანკა გვარი? რა ვიცი, მართლა ვთქვა? კი. კაი. ნანკა გვარი არის მსახიობი, მომღერალი, იუთუბერი. კიდე რაღაცა კომპანიებში მუშაობს მამამისთან. შემოსავლის წყარო ჭირდება და მაგიტომ, იმიტომ რომ ხელოვნებით ცოტა რთულად იშოვება ფული. ჯერჯერობით. კიდე საოცარი მეძაღლე და თავგადასავლების მოყვარული. შენ გადაცემას უყურებ? დასაწყისში რო გეტყვი, ძალიან კარგი გადაცემა, ძალიან კარგი წამყვანით. დიდი მადლობა. და შენსავე კითხვას დაკისვა. საკუთარ თავთან მარტო, უკვე მარტოობაზე გადავედი. კი, ვინ არის ნანკა გვარი, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩება? საშინლად მეოცნებე ადამიანი ვარ, როცა საკუთარ თავთან მარტო რჩები და ვოცნებობ სულ ერთი და იგივეზე. კარიერულ ამბებზე ვოცნებობ სულ და ვოცნებობ რაღაცა ჩემ პატარა საცხოვრებელ ქოხზე ყოველთვის. რომელიც ტყეში, მთაში წარმომიდგენია ყოველთვის. ტყეში წარმოგიდგენია? რა ფერის იქნება გარდა? გარედან შავი უნდა იყოს. შავი? კი, ეხლა ვაპირებ რომ კონტეინერი მოვხოდო. და ხო შეიძლება ეგეც სიტყვები რა ვთქვა YouTube-ი რაღაც. დალევად შეგვიძლია. ხო, მინდა რომ კონტეინერი მოვხოდო და შავი წარმომიდგენია. ხო, არ გინდა კონტეინერის მოხდოში დახმარება, შემიძლია და მაგიტო გეუბნე. მაქვს. გააქვს? 2. დიახ. ძალიან კარგი. ვიცი რომ ემოციური ხარ. საუბრობ ხშირად. კი, ძალიან ემოციური ვარ. ემოციური მოსაუბრეც ვარ. ხო? კი. და რომ არა შენი ემოციურობა. იმაზე მეტად წარმატებული იქნებოდი, ვიდრე ახლა ხარ? კი, საკმაოდ ბევრად. ბევრად წარმატებული იქნებოდი? თუ კიდე განვარცობ. კი. ჩემი ხასიათის გამო და აი ფეთქებადობის გამო რა. იმიტომ რომ მე კი, აღარ ვარ. ამაზე ჩვენ მუშაობთ ძალიან ბევრს და აღარ ვართ, მაგრამ მე ვარ ძალიან ფეთქებადი, როგორ მუშაობ, ეგ მაინტერესებს. როგორ მუშაობ და აი ამ აფეთქების მერე სინანულის შეგრძნება თუ ხვდები რომ ბევრად უფრო დიდი ხანი მიყვება ვიდრე ის აფეთქება, მე უკვე იწყებ აწონვას, რა გირჩევნია რომ ის აფეთქება რაღაცნაირად მოკუმო. გააჩერო თუ იმას ქნა რა ქვია აფეთქო და მე აი ეს მთელი ჭუჭყი რაც აი ამას მოყვება, ხვეტო მთელი შენი ცხოვრება. და მე მივხვდი რომ ხვეტა არ მინდა. არ გინდა? ანუ რამე გზა არის მაგალითად სარკესთან, მაგალითად ან რაღაცა რომ მოდი ამ დროს დავტესტოთ ჩემი თავი, ავფეთქდები თუ არა, ეგეთ რაღაც, იმიტომ რომ მე 4 წამში შემიძლია რაღაცაზე ავფეთქდე. ძალიან კარგად მესმის შენი, მე მივხვდი რომ მედიტაციით არ ვარ დაკავებული, ხა ეს ტყუილად რაღაც ეს რაღაცებს არ ვაკეთებ, მაგრამ იმას მივხვდი რომ ჩემი მედიტაცია არის ბუნებაში ძალიან დიდი დროის გატარება. რაც მამშვიდებს ცხოვრებაში ბევრად უფრო მეტ დროს უთმობ უკვე მაგას, ვიდრე რაც მდგომარეობიდან გამომიყვანს. და უსამართლობაზე მე მაინც ახლა ცოტა ხისტად რეაგირებ რა. აღარ ეს შეიძლება შეეხოს აბსოლუტურად ჩემთვის უცხო ადამიანებს და რატომ თავარ გმირა თუ იგრძნო ამ ისტორიაში თავი და გამოვესარჩლო ვიღაცებს და ეს ხო ძალიან კარიერულად მაგალითად ხელი შემიშალა, იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე იმ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანი თეატრში ზე ვთქვი უარი, იმიტომ რომ იქ შიდა დაპირისპირებები მოხდა ვთქვათ. მე ხო იცი, ფეთქებადი ადამიანები რატომღაც ბევრად უფრო ამაყი ტიპები არიან რა, ფეთქდება, კარს მოიჯახუნებს და მე მსდიონ. თუ აი რაღაცა ეს პერსონაჟი ხდები. მესმის. ხო და ძალიან ბევრ რაღაცაში საქმეში შემიშალა ზუსტად მაგან ხელი და ამიტომ გადავწყვიტე რომ რაღაცნაირად დავაკნინო ჩემში ის
აფექტური ტიპშა, რომელიც მოკლედ აი არ მოაქვს მაგას შენთვის, შენ სხვა ცნობიერებ ამას. კი, გამოგდის თუ მე ვერ კი გამომდის. გამოგდის. კი გამომდის. თავარია უჭმელი არ ვიყო, იმიტომ რომ მე არ გამომდის. ეხლა უჭმელი ხარ? კი. უჭმელი. ნუში ვჭამე 2 მუჭა. ნუში? ხო. ენერგიაზე იქნები. დღეს ვნახე შენი სტორი. კრივით ხარ დაკავებული. ასევე ესეც ჩემი აგრესიის დასამშვიდებლად ამ კითხვას ეხება ზუსტად კითხვის შინაარსამდე მივედით. ასევე ხარ მუსიკით დაკავებული. მე შენი მუსიკა პლეილისტში მაქვს. ძალიან დიდი ხანია. 200-ზე მაქვს საუბარი. მეც ეგ მაქვს მარტო პლეილისტში. მარტო? შენი შემოქმედებიდან მეტი არაფერი. და რომელი უფრო გეხმარება, რომ დაიცალო ემოციისგან, კრივი თუ შენი შემოქმედება? ორი სხვადასხვა რაღაცაა. ჩემთვის ორივე სხვადასხვანაირად მცლის, მუსიკა მცლის, ემოციურად კიდე სხვანაირ რაღაცა კაბინეტებში შედის და ეს იმენა კონკრეტულად აგრესიას და სიბრაზეს, ხო, კრივი. სიბრაზეს მათოკი. კი, როგორ არა. დიდი ხანი არაზე დაიწყე? უკვე სადღაც მერვე თვეა და და უკეთ გზნო თავს. ბევრად კი. უბრალოდ ეხა უკვე აი ეს ნელ-ნელა მინდა რომ დავუდგე კაცებს. რავი, ჩემი მწვრთნელი მეუბნება რომ ისეთი ძლიერი დარტყმა მაქვს რომ შემიძლია სპარინგზე კაცს დავუდგე. ო. ოღონდ ჩემი წონის კაცი არ ვიცი, არსებია. სუსტია ალბათ ძალიან. მოიპოვება. ალბათ ხო. პოდკასტის სახელი მარტოობის 15 წუთი. ხო. რატომ მოგაფიქრდა? ეს სახელი. იმიტომ რომ შინაგანი გზნობა ხო არა? იმიტომ რომ აი კონკრეტულად მარტო როდესაც არის ადამიანი, მაშინ მაინტერესებს რა განცდები ეუფლება და ამის ირგვლივ იყო. მე 15 წუთი გახდა ჩემთვის, რა ვიცი, კატასტროფული, იმიტომ რომ 15 წუთში ვეტეოდი, მე იყო რომ გაზარდე, გავზარდე და მე 15 წუთი რატო ქვია თუ არის 40 წუთი. აი ეს წავიდა და იმიტომ რა გავაკეთო, ქვია ეხლა, მაშინ მირჩიე რა დავარქვა. მარტოობის 40 წუთი რა დავარქვა და 42 იყოს, მაგაზეც მეჩხუბებიან და გადავირიე. უჭმელო საერთოდ ხო? ცოტა ალფეთქდია. ხო. ცოტა სერიოზული კითხვა მინდა რომ დაგესვა, როგორ ფიქრობ? პროსტა თუ ატყობ სერიოზულ კითხვებს, სერიოზულს პასუხობ, უბრალოდ აი მე რაღაც კარგია. გადამაქ რა რაღაც პოზიტიური ადამიანი ხარ. ხო, შემიძლია არ გავიცინო. არა. კაი. კომფორტის ზონაში უნდა იყო. როგორ ფიქრობ, ყველაზე დიდი სიცრუე, რომელსაც ადამიანები საკუთარ თავს აჯერებენ რა არის? რომ რაღაცა თავისით შეიცვლება. შენ რას აჯერებ საკუთარ თავს? რომ რაღაცა თავისით შეიცვლება. მე ტყუილს რასაც ვაჯერებ ხოლმე საკუთარ თავს. ვაიმე. მე ჩემ თავს მე მგონი აღარ ვატყუებ. ხო? ხო, აღარ ვატყუებ. რო არ გავსუქდები. დედას ვიცავ, ამას ყოველდღე ვაჯერებ საკუთარ თავს და ნუ ფაქტია სახეზე რომ სუქდები. ანუ ნელ-ნელა რა, ეტაპ. მაგას ვაჯერებ ხოლმე საკუთარ თავს, რომ ეს არაფერს არ გიზამს. ეს არაფერს არ, ანუ ეს რო ჭამო, არაფერი არ მოხდება, ეს რო ჭამო, არაფერი არ მოხდება. ამას დღეში რამოდენიმე გონი ხორცს არ ჭამ, ხო? არა. დაბადებიდან ეგრეა თუ? არა. მე ვიყავი ზახარიჩი გახსოვს რესტორანი. მან რომ მივდიოდი. აი ესე შემოვდიოდი და მაგიდას გაშლილს მახვედრებდნენ. ანუ ეგ ტიპშა ვიყავი. ხინკალი, ხაში, კუპატი, ყველაფერი, მოკლედ აი რაც აი მეხორცეობას ეკუთვნის, ყველაფერს ვჭამდი აბსოლუტურად. ალბათ რაღაცა მომენტში ცოტა პერედოზი დამემართა. და მე ძალიან მაგრამ მიყვარს ცხოველები რა, მართლა არა ამ ქვეყნიურად მიყვარს ცხოველები და მივხვდი რომ არა თუ მათ ვაყენებ ამითი ზიანს რო ვჭამ, არამედ საკუთარ თავსაც ემოციურ ამბავში გულისხმობ. და ეს გაიაზრე და მაგის გავიაზრე კი. კორონა იწყებოდა, რომ ამის გააზრება დავიწყე. ძალიან მინდოდა ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ მე ვერ ვიტან, როდესაც ადამიანები ამას ძალით აკეთებენ, რა ხორცს ანებებენ თავს და მე სტატუსებს რო წერენ, ხორცაბის 36 დღე, აი თუ რა, არა, ეგ არ მომწონს მე რა. საერთოდ ამას არ ვაჟღერებ ეს რა ვჭამ რა. ეგ პირველი ნაწილი მაღიზიანებს შენ რას თქვი რომ ძალით. ხო, ძალით არ იყო რა. ამიტომ ჩემ თავს მივეცი საშუალება რომ თვითონ გადაწყვიტოს რა სიზამს და მიმიყვანა მაგ შედეგამდე რაც. დაახლოებით 5 წელია ხორცს არ მიირთმევ საერთოდ. ხო.
ერთი თხოვნა მაქვს. აბა? თვალები რო დახუჭო და ერთი კონკრეტული ადამიანი წარმოიდგინე. ერთი კონკრეტული როგორ წარმოვიდგინე? კაი, წარმოვიდგინე. ვინ წარმოიდგინე? ჩემი და. და? და რატო? მომენად რა ძალიან რაღაც წასული იყო, არ მინახია დიდი ხანია და რაღაცა დღეს რო ჩავეხუტე გამახსენდა. ხო, ან ყველაზე რაღაც გასაჭირში რა, როცა დახმარება გჭირდება. პირველი დასურეკავ ხოლმე? არა. შეიძლება ჩემი და 10 წლის არის. 10 წლის არის? მე მეორე ტელეფონს არასდროს არ იღებს, მე რო ვურეკავ. მამას ვურეკავ. მამას ვურეკავ ხოლმე. კი. გოგოების შემთხვევაში ეს ადამიანები მამები არიან. რატო ხდება ეგრე? არ ვიცი, რაღაცა თვლი რომ ყველაზე ჯერჯერობით შენთვის ყველაზე ავტორიტეტია ტული ადამიანია და მე ძალას გრძნობ მისგან რა, დაცული ხარ ძალიან, როდესაც მამა მამობს ოღონდ რა. და მამა ჩემი ძალიან მამობს. ამიტომ ჩემთვის აი კაციც და მეგობარიც და ყველაფერი რაღაც მამა ჩემშია და ყველაფერზე მამა ჩემი მახსენდება. ჭორზეც რაღაცაზე თუ მინდა მამა ჩემი სურეკავ. მართლა ეგეთი ურთიერთობა გვაქვს. ცოტა რთული კითხვა მინდა რომ დაგისვა. დამიშვი. განქორწინების შემდეგ როგორ შეიცვალა შენი შეხედულებები სიყვარულზე და ურთიერთობებზე? ძალიან შემეცვალა. რადიკალურად შემეცვალა. მივხვდი რომ რაღაცა თუ ძალიან ძლიერი არ არის და ძალიან ნამდვილი არ არის, ჯობია რომ საერთოდ არ შეეხო. ანუ არ დაიწყო რა. ძალიან დავაფასე ურთიერთობები და მივხვდი რამდენად მნიშვნელოვანია დეტალები ურთიერთობაში. ანუ რაღაცნაირად ერთ რაღაც როგორც კადრს რო შეხედო, ბევრის თვალში შეიძლება იდეალური წყვილიც ვიყავით რა და ვიყავით კიდეც, იმიტომ რომ ძალიან ბევრმა მე განიცადა ჩვენ რო დავშორდით, ამას არც მოველოდი. აქეთ ვამშვიდებდი ვიღაცებს, რომ არა უშავს ვიპოვი კიდე ვინმეს და ცოტა ეგრე რო. მაგრამ ის იყო რა ქვია, ძალიან გადავაფასე თვითონ ადამიანებში ურთიერთგაგება რამდენად მნიშვნელოვანია რომ იყოს, რამდენად მნიშვნელოვანია რომ მე დავთმო რაღაცა შენ გამო, შენ ჩემ გამო. საერთოდ ეგოა არ არის საჭირო რა ურთიერთობაში რა. სადაც ეგოა, მან ურთიერთობა ვერ აშენდება, ვერ ამაღლდება ეგრე. ურთიერთობის დროს მამაკაცების მხრიდან რო გესაუბრო. ხო. რა არის საჭირო რომ ბედნიერად იგრძნო თავი? დეტალები. დეტალები. კონკრეტულად აი მაგალითად დეტალებს რო აქცევდეს ადამიანი ძალიან დიდ ყურადღებას, მაგალითად მიხვდეს, გააცნობიეროს რა მომენტში რა შეიძლება არ მესიამოვნა და ჩემ თქმა ამას არ დაჭირდეს. მიხვდე ან ჩემში იყოს რა რაღაცნაირად ემოციურად ძალიან. ხო ხვდები რასაც გულისხმობ? აი რო აცნობიერებდეს რომ უი ეს უხარია, ეს წინს. იმიტომ რომ მე მიხვდება მე რა გამახალისებს, მე მიხვდება მე რა დამაყენებს თქვა ცუდ ხასიათზე და რაღაცნაირად შენ თვითონ ადამიანი თუ რეალურად ხარ ადამიანი დაინტერესებული მის ყველა დეტალს უნდა აქცევდე ყურადღებას. აი მაგალითად რომ მე შოკოლადი მიყვარს ძალიან და ხვალ არ საიდან ესე უცებ შოკოლადი თქვა მომიტანე. მეც იგივე რა, ოღონდ პატარ-პატარა დეტალები არის, იცით ერთმანეთს აი პატარ-პატარა ბედნიერებებს უწყობს და მე რაღაცა დიდი იგვრება ამით. მარტო უფრო გაგაძლიერა თუ დაგასუსტა? ძალიან მაგრა გამაძლიერა. მე მეცაც გეტყვით, ამდენი ხანი ეხლა მე მაგალითად აი ბუბას რო დავშორდი, ამდენი ხანი არასოდეს არ მქონია საკუთარ თავზე მუშაობის, არც დრო, არც ენერგია, არც სურვილი სიმართლე გითხრა, რაც აი ბუბასთან დაშორების მერე ორგანიზმმა და სხეულმა მთხოვა, რომ საკუთარ თავზე მუშაობას უნდა დაუთმო უკვე დრო რა. იმიტომ რომ გავაცნობიერე რომ 25 წლის ასაკში ვარ. იმ პერიოდში ეგრე ვიყავ. არა, ეხლა უკვე 26-ის ვარ. 25 წლის ვარ და ჯერ კიდევ არ ვიცი თუნდაც ის როგორი ადამიანი მჭირდება გვერდით. აი ყველაზე მინიმალურით რო დავწყო. ანუ საკუთარ თავში ამდენად არ ჩავძიები ვარ მეს, რომ ბევრი კითხვა დამესვა რა. აი რატო გამოვდივარ ესე მარტივად მდგომარეობიდან? რა არის გასაღები იმისათვის რომ აღარ გამოვიდე მარტივად. და ძალიან მაგრა გამაძლიერა. ოღონდ ამას იცი რა არის ძალიან მნიშვნელოვანი, აღარ გაურბოდი ადრე სიმარტოვის განცდას. ყოველთვის ძალიან მაგრა მიყვარდა სიმარტოვე ყოველთვის, მაგრამ
ემოციურად მარტო რო არ მეგრძნო თავი, სიმარტოვე კიდე სხვა არის, მარტოობის შეგრძნება კიდე სხვა არის. აი მარტოობის შეგრძნება რომ არ მქონოდა, ყოველთვის რაღაცა დამხმარეს ვიყენებდი გარემო პირობებიდან, თქვათ, მეგობარს ვნახავ, გავიყვან 2 საათს. მე იმას გავიყვან 3 საათს. ხვდები და ზუსტად მისმის. ეხლა საერთოდ არაფერს არ ვაკეთებ იმისთვის, რომ დრო გავიყვანო და მარტო არ ვიყო საკუთარ თავთან. ხშირად საუბრობ მენტალურ პრობლემებზე. მე მაინტერესებს ადამიანს, რომელსაც მენტალური პრობლემები აქვს. გამოსავალი რაში უნდა ეძებოს? საკუთარ თავში მარტო. ანუ დახმარება გჭირდება ადამიანების, მაგალითად, საქართველოში არის ესეთი ტენდენცია, რომ ფსიქოლოგთან არ მიდიან, რომ რამინდა ფსიქოლოგთან. ეგ არის აი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე ცრუ წარმოდგენა ფსიქოლოგებზე, რომ თუ დადიხარ ფსიქოლოგთან, აუცილებლად უნდა გქონდეს გიჟი უნდა იყო, რა. ხვდები? კი, მესმის. ვიღაცებს მაგალითად ჩემ ბავშვობაში ცხვენოდათ სკოლაში იმის თქმა, რომ ფსიქოლოგთან დადიან. მე მთელი ჩემი ცხოვრებაა ჩემშობილები ფსიქოლოგთან მატარებდნენ, იმიტომ რომ ბევრი რაღაცა ტრამვები, რაღაცა მქონია, ვთქვათ, რაც თვითონ არ უნდათ რომ არასწორად გამოესწორებინათ ჩემთვის და მე სხვა პრობლემა არ დამბადებოდა, ამიტომ სპეციალისტს მიმართეს თავიდანვე. და ფსიქოლოგის დახმარება თუ გჭირდება თუ თuliო, ოღონდ ფსიქოლოგი არ არის ადამიანი, რომელთანაც დაჯდები და ის სიას ჩამოგიწერს როგორ დაგეხმარება. არ არის ეგრე. ანუ ისევ გალაპარაკებს, იმიტომ რომ შენვე მიხვიდე იმ დასკვნამდე, რაც უნდა გააკეთო შენ თვითონ შენი თავისთვის. და ფსიქოლოგთანაც უნდა იარო, თუ მედიკამენტოზური დახმარება გჭირდება, იგიც უნდა გამოიყენო, მაგრამ მე მაგალითად მქონდა ეგ გამოცდილება ცხოვრებაში, რომ მომიწია. და ანტიდეპრესანტია საუბარი? ხო. თან ძლიერ ანტიდეპრესანტებზე მომიწია. ოღონდ ეს იყო 20 წლის ასაკში რა. მე მთელი ჩემი ცხოვრება აი ამ რაღაც ეტაპებს გავდივარ. მეც მაქვს იგივე პრობლემა რა, ზუსტად. ანუ ანტიდეპრესანტები იყო თითქოს საჭირო, მაგრამ რაღაც შიში მქონდა, რომ აი ფსიქიატრის სიტყვა რომ მიხსენებ ფსიქიატრთან მიდიო, რაღაცა შინაგანი შიში დამეუფლა რა, მაგის. და მე სხვათა შორის ერთი გამოსავალი გუნახე, რომ ის ადამიანები, ვისაც შემნაირი პრობლემები აქვს, რომ ამჩნევდი და ხედავდი, სიამოვნებდა. ანუ მარტო არ ვიყავი რა. ზუსტად მაგიტომაც შეიქმნა მარტოობის 15 წუთი. იდეა ჩემი ეგ იყო, რომ ადამიანებს იგრძნოთ, რომ მარტოები არ არიან, იმიტომ რომ თითოეული ჩემი სტუმარის ან ჩემ რეპლიკაში საკუთარი თავის ამოცნობის ისა აქვს რა პერსპექტივა. და მე რაღაცნაირად ხვდებიან, რომ არ არის ის რაღაცა გასაოცარი, რაც ეხლა მას დაემართა, ან ჭირს, ან რა ფიქრებიც მას აწუხებს. და მე ძალიან მჭირდებოდა დამხმარე ადამიანები რა იმ პერიოდში მეგობრები ვთქვათ, ეხლა მე ჩემ სამეგობროდ საბედნიეროდ მსგავს პრობლემას ვერ უმკლავდებოდა, იმიტომ რომ არ ქონიათ გამოცდილება აქამდე რა, რომ 20 წლის ასაკში ეხლა წესის კლუბებში უნდა დავდიოდეთ, იმუშავებდეთ, მე აქ უბედურ დღეში ვარ. ვერ ხვდებოდნენ როგორ დამეხმარონ, იმიტომ რომ აბსოლუტურად ყველაფერი მაგიზიანებდა თან. და ხო მჭირდებოდა ადამიანი, რომელიც მეტყოდა, რომ ჩვეულებრივია ეგ რაც გჭირია, გასავლელია კაცო. აი ესე მარტივად რომ შემეხედე, იმიტომ რომ მე ხო იმ მომენტში დარწმუნებული ვიყავი, რომ სამყაროს დასასრულია ჩემთვის. და ყოველა ეგრეა. რამდენი წლის 20 წლის იყავი რომ დაგეწყო? ანუ შეტევების სახე ქონდა ამას თუ? პანიკური შეტევებიც მქონდა მარტო ნეგატიური ფიქრები. სახლიდან გასვლის სურვილი არ მქონდა, იმიტომ რომ შფოთვები მქონდა და თან ხალხის გარემოცვა მაბნევდა. ძალიან უცნაური შეგრძნებები მქონდა რა, აი ალკოჰოლი თუ იდო აგერ, წარმოვიდგინე, მეგონა რომ შეიძლება ეხა მე დავთვრე. იმიტომ რომ დევს. და პანიკური შეტევაც ისეთი უცნაური რაღაცა, იმ მომენტში დარწმუნებული ხარ რომ ეს რაღაცა დაგემართება და ეს ხო გრძელდება რამოდენიმე წამი. მაგრამ გონია რომ 2 საათია უკვე ამ მდგომარეობაში ხარ, ეს იყო კატასტროფა. სახლიდან არ გავსულა 2 წელი. 22 წელს ვიყავი რომ გამოვედი მე სახლიდან. მსახიობი მეგობარი შემომრჩა ამასობაში 2 და რავი, ჩემი ოჯახის წევრი და ძაღლები. სხვათა შორის შემდეგ კითხვა ამაზეა. ცხოველები აღნიშნე თავიდან რომ ძალიან გიყვარს. კი. შენს ინსტაგრამზე ჩანს ეგ შენს სტორიებში ყველგან. როგორ ფიქრობ, ძაღლები უფრო ერთგულები არიან თუ ადამიანები? ბევრად, იმიტომ რომ ძაღლს არ აქვს არანაირი შეფასების შკალა. შენი რის მიხედვით უფრო შეუყვარდა, ან რის მიხედვით ნაკლებად შეუყვარდა. და
ადამიანებს მე მირჩევნია ცხოველები, როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს ეგრეა. უმეტეს ადამიანებს რა თქმა უნდა რა, ეხლა ჩემ მშობლებს და ჩემ უახლოეს მეგობრებს რა თქმა უნდა არ მირჩევნია. გადაცემაში თუ დაგისვავს ისეთი კითხვა სტუმრისთვის, რასაც შენ თვითონ ვერ გაცემდი პასუხს. არა. იცი რა, აი ვინ ხარ მაშინ, როდესაც საკუთარ თავთან მარტო ხარ, ამას ვეკითხები, ჩემ თავს ძალიან ხშირად, მას შემდეგ რაც ბევრმა მითხრა, რომ ძალიან რთული შეკითხვაა. კი, მე რო უყურე, დავასტოპე, დავფიქრდი და ხო. დიდი ხანი ვფიქრობდი. მაგას ძალიან ხშირად ვეკითხები და ყოველთვის მაინტერესებს, აი ოღონდ გულწრფელად რას მიპასუხებს ნანკა რა. ეს პასუხი სხვადასხვანაირი არის, არ არის სხვადასხვანაირი, იმიტომ რომ მინდა რომ გულახდილი ვიყო ჩემ სტუმრებთან რა. ამ კითხვას როდესაც ვსვამ, რა იქნებ ჩიხში შემყავს ადამიანი. და არა, მე რატომღაც ჯერჯერობით ერთი და იგივე პასუხი მაქვს და მე მგონია რომ პასუხი ყოველთვის სხვადასხვანაირი უნდა იყოს, ანუ რაღაც ეტაპების მერე რა. ძალიან ბევრი გამოცდილება გაქვს მიღებული ცხოვრებაში. კი. შენ საუბარში ძალიან იგრძნობა ყველაფერი. თან მიხარია და თან გული მწყდება, იმიტომ რომ ის პერიოდი რომელიც უნდა გამეტარებინა ალბათ ყველაზე ლაღად ჩემ ცხოვრებაში, სულ რაღაც ის ქექვაში ვიყავი გონებაში და თან მე ამაზე არასოდეს არსად არ მილაპარაკია, მაგრამ შენთან რატომღაც მომინდა ახლა რა ვთქვა, რაღაც ჩემი ნაადრევი ბავშვობის ასაკიდან დაიწყო ჩემი ოჯახის წევრების გარდაცვალების ციკლი. ოღონდ ამას მართლა ციკლის რაღაცნაირი ის ქონდა რა, სახე მიღებული. რამაც გინდა არ გინდა, ძალიან ნაადრევ ასაკში შემაჯახა იმასთან, რომ შეიძლება აღარ ვიყო ცოტა ხანში მეც. აი ამ ფიქრებთან ვიხდი და გინდა არ გინდა გადამიყვანა უკვე იქ, სადაც ჩემი ასაკის ბავშვს საერთოდ არ ქონდა ადგილი რა. ფიქრებით გულისხმობ. და ჩემი სახლიც დაცარიელდა, რაღაცა დავრჩით მე და ჩემი და მამა ჩემი. და ბავშვობაც ვეღარ ბავშვურობდა ჩემ ცხოვრებაში. მე უფრო და უფრო დამეწყო ეს პრობლემები რა. ან ბავშვობის ტრამვების ბრალია. ზოგადად ეს პრობლემა მე რასაც ვაკვირდები ჩემი გამოცდილებიდან ბავშვობის პრობლემები. უთქმელობის კიდე პლუს იცი? შენ შეიძლება ძალიან ძლიერს თამაშობდი ადრე. მე მაგალითად ჩემი ოჯახის წევრი რო გარდაიცვლებოდა, იცი რა მქონდა? კი, ეგრე იყო. რაღაცა არ ვიტირებდი ძალით, თქვათ, როცა აი მე სიკვდილება ისე მეტირება. იმიტომ რომ მინდოდა რომ მაგალითად მამა ჩემმა შემაქოს მერე ან დედა ჩემმა რომ ეს რა ძლიერი გოგო ყავს. ხვდები? და ამის გამო თავი ისე დავისტრესე. მოდი იმიტომ რომ ვიღაცის თვალში ძალიან ძლიერი გოგო ვიყო. რომ მივიყვანე თავი იქამდე რომ მართლა საკუბოე ვიყავი 20 წლის ასაკში. აი გვამი რა მოსიარული. ოღონდ მე აღარც დავდიოდი წარმოიდგინე. ვიწექი. მე ეგეთი ილუზია მაქვს რა საკუთარ თავთან. მე შენ თან თუ ახლოს მაინტერესებს. ეგეთი თითქოს და თავთან მაქვს ვალი რომ სახლში დიდი ხანი გაჩერება შეგიძლია ახლა? მე ორი ის მაქვს. აჰა. ესე იგი წესი მაქვს საკუთარ თავთან, რომ სახლში ჯდომას არ შევყვე. იმიტომ რომ მე სახლში იმხელა კომფორტის ზონა მქონდა მოწყობილი აი დეპრესიული პერიოდის დროს, რომ მარტო ძაღლების რამ შემაწუხა, იცი? რომ ჩემი ძაღლები სახლში ისაქმებდნენ ბოლოს. მართლა, მაგან შემაწუხა, მაგიტო გავედი რა. აღარ მაგიტო არა, ჩემმა მშობლებმა მითხროს, რომ ძაღლებს გაგიყრითო, გავაჩუქებთო. თუ შენ არ ადგები და არ გაასეირნებ ხოლმე. და მე იმდენად მიყვარდნენ ესენი, რომ დავიწყე სეირნობა და ჩემი პირველი სანაცნობო წრე იყო ვერის ბაღის ცხოველთა გამსეირნებლები, რომლებიც იყვნენ 65 წლის კაცი, 45 წლის ქალი და რაღაცა საათი იყო, რომელ დროსაც ერთად ვსეირნობდით და შევქმნით სანაცნობო წრე. ამან შემომიტანა კიდე პლუს დისციპლინა, რომ მე ყოველ საღამოს 8 საათზე უნდა ვიყო ვერის პარკში. ეს ჩემ მდგომარეობას ძალიან უხდებოდა, რომ დავუწესე რა რაღაცეები. მე კიდე რაღაცა დავუწესე, მე კიდე რაღაცა და მე ბოლოს აი ყველა რომ მივხვდი რომ მე გავედი სახლიდან იყო, როცა მე შევძელი და ბარში შევედი. იმიტომ რომ იქ ხა მოსაწევის სუნი რაღაცა კიდე მოსაწევის სუნზე მე დარწმუნებული ვიყავი რომ დავბოლდებოდი ხალხო ეგ დარწმუნებული და ვბოლდებოდი. რატო? იმიტომ რომ პანიკური შიში მქონდა რომ რაღაცა თრობის მდგომარეობაში არ მომხვედრილი ვიყავი, იმიტომ რომ ჩემი გონება ისედაც თრობა იყო. ხვდები, ანუ აი ისედაც ესე ვიყავი.
და ესეც რო შევძელი, მივხვდი რომ გამოვედი და ხო, კითხვას უპასუხებ ძალიან გამიგრძელდა. ჩემ თავს ხანდახან ვაძლევ უკვე იმის უფლებას, რომ სახლში ვიყო და მეტიც გეტყვი, პარასკევ შაბათი კვირა მე აუცილებლად უნდა ვიყო ქალაქგარეთ და აუცილებლად უნდა ვიხირავ ან რამე კოტეჯი ან სადმე სოფელში ვიყო რაღაცა, ჩემ ძაღლთან ერთად. მარტო, აბსოლუტურად. რეჟიმში გაქვს, რომ პარასკევი, შაბათი კვირა უნდა გახვიდე. ადრე მქონდა რომ სანამ კარჩო ორივე თვალი არ დამეხუჭება, სახლში არ უნდა მივიდე. რომ ჩემ თავთან არ განმარტოვდე, ჩემ ფიქრებთან არ განმარტოვდე და ეგრევე გავიტიშო დამეძინოს და ეხა აღარ მეშინია რა ყველაფრის. ძალიან კარგია, რო აღარ გიშინე. ჩემ თავს რო დავუბრუნდი რაღაცა მეც გადავედი ინტერვიუს ფორმატში. შენსკენ გადმოვედი გეტყობა რა წამყვანი ხარ. მე მაქვს ეგეთი ახირება, წლებია უკვე რომ სახლში როდესაც დიდი ხანი ვარ, ცუდად ვარ. ანუ თავი მტკივდება, შეიძლება წნევამაც ამიწიოს რა. ой, ვიცი მე განცდა. მე რას ვაკეთებ იცი? ავტომობილი გამყავს. ვრეცხავ და ვბრუნდები სახლში. ანუ საქმეს კი. ეგ მაგარია საქმეებს რო უწესებ კი არა და რა ვთქვი, უჩენ საკუთარ თავს. მე ვფიქრობ, ან ავტომატურად ხარ მე სულ დაღლილი. სამსახურის მე რო სახლში არ ჩერდები. გადიხარ ავტომობილს რეცხავ. ბრუნდები. მე არ გეძინება რა თქმა უნდა. სადღაც დაგეძინება, მეორე დილით უკვე დაღლილი ხარ რა. პრობლემაა ეგ ჩემი აზრით. ეგ არის პრობლემა, უნდა შეგეძლოს დასვენება. იგიც იცი როგორი რაღაცაა, შენ შეიძლება უბრალოდ მაქსიმალისტი ხარ და შენ შეიძლება გიყვარს ძალიან, რომ სუსაქმით იყო დაკავებული რა. და ვერ იტან აი რაღაცა გაზულუქებული ტიპის შეგრძნებას გიტოვებ საკუთარი თავი, როდესაც ამდენი რამეა საკეთებელი, მე ხა სახში ვზივარ, ოღონდ არაფერი არ არის დღეს საკეთებელი, მოდუნდი რა. მოიშვი. ხო, ფილმებს უყურე, მე იცი ისი შეგრძნება მაქვს ხანდახან ოღონდ რა, როცა ვიცი რომ რაღაცას ვაფუჭებ უკვე მაშინ მაქვს ეგ. გონია რომ დასაბანი ვარ. ოღონდ დაბანილი ვარ ხალხო. სახში თუ ცოტა დიდი ხანი ვზივარ, გონია რომ დასაბანი ვარ. და ლოგინში შანსი არ არის ვიგორაო, ხო იცი? ხო. თვალს ვახელ უკვე ფეხზე ვარ რა, ან რო ხვდება ჩემი გონება რომ შო იღვიძებს, შანსი არ არის მე ვიწვე და იქ ვიგორაო და მე ხა გოგო ეხლა გავახილე თვალი. აი ეს უკვე ხდება ყავით ხელში რა. ვერ ვიტან აი მგორაობებსაც და რაღაცა. რომ იცოდე რომ ხვალ ყველაფერი დამთავრდება. დღეს რას გააკეთებდი? ჩემ ძაღლს მოვკიდებ ხელს. წავალთ. ძალიან ბევრ ბურგერებს შევჭამ. იმდენ კოკაკოლას დავლევ, ოღონდ შაქრიანს, იმ დროს შაქროსო. მე იმას ვიზამ, მაგასაც ვაჭმევ, იმიტომ რომ ხვალ ყველაფერი მთავრდება. ძალიან ბევრ ნაგეცებს ვაჭმევ. იმიტომ რომ ხვალ ყველაფერი მთავრდება, ხო? იმიტომ რომ ისე არ ვაჭმევ ეგეთ რაღაცას. კიდე რას გავაკეთებ? რავი, ყველას რაღაც ერთი წამით გავახარებ რა. მგონია რომ აი მანქანიდან გადაუყრი ვიღაცებს რაღაცებს. ანუ რაც გაუხარდებათ ახლა ნაგავს არ გადაუყრი. გადაუყრი ისეთ რაღაცებს რა. აი ვიღაცას ფულს გადაუყრივ, თქვა თუ ვინც ქუჩაში დგას და რაღაცა შესაწირს ითხოვს. ყველას რაღაცნაირად შევეცდები რომ ეგ ბოლო დღე კარგად გქონდეს. ანუ სიკეთით გაატარებ იმერ დღეს. ხო, ახლა მთელი დღე მაგას არ ვიზამ, მოხოთ მე წავალ და მზის ჩასვლას უყურებ. მზის ჩასვლას უყურებ. არის რამე რაც არასდროს გაგიმხელია საჯაროდ, მაგრამ ახლა შეგიძლია ისაუბრო მაგ ყველაფერს. აი ის რო ოჯახის წევრები ბევრი გარდამეცვალა, ეგ ერთი. მეორე. აი მაგალითად საჯაროდ არ გამიხელია არასოდეს რომ ჩემთან სახლში საშინელი ჯადო გვაქვს ნაპოვნი. ჯადო? ხო. ჯადოები არსებობს? კი, მე მაქვს ძალიან ბევრი ნანახი საკუთარ სახლში, მაგრამ ერთი იყო კატასტროფა. გლისქონი, ესე, ანუ გლისქონიაო ესე მითხრა მე მამაო. მოიცა, ანუ ჯადოები არსებობს და თან ბუდობრივი თმისცვენა მაქვს. მე ლოწოდები პერიოდულად ძალიან თუ ვინერვიულებ. კიდე რა გამხელია. აქ მიკროფონი ჩავირტყი და გავიტეხე კბილი და არ გამიკეთებია. რაღაც არ ვიცი რა გავამხილო. ადრე იცი რა მქონდა, მანქანაში ცოტა დიდი ხანის საცობში თუ ჩავდგებოდი, უცებ მეგონა რომ შე ჰაერი აღარ არის. და ეხლა მე სასწრაფო წესით უნდა გადავხვდე მანქანიდან დავტოვო ეს აქაურება, იმიტომ რომ კლაუსტროფობია, ანუ გუდებით. ვიგუდებით. აი განცდა მქონდა და კიდე შენ აი მე როგორ მეზღება და ისინი ტუნელში შესვლა. აი მაგაზეც პანიკური შეტევება. მე იცი რას მეხხვდი? ნანკა იცი რა, შენ თუ ეხლა აი ესე ცუდად ხარ. ამათი ყველასა დედაც არ ვატირე. გადმოდი მანქანიდან დატოვე, აგინონ მე პატრონე რა, აქ რამე უკრან, შენ აქ აღარ იქნები, არ შეგეწერება, წადი რა.
ხვდები და ანუ მაგას რო ვაჯერებდი თავს რომ ნებისმიერი სიტუაციიდან არსებობს გამოსავალი დამშვიდდი უფრო შეგიძლია ჩამოთვალოთ ტოპ 5 რამ რასაც არასდროს არ გააკეთებ ცხოვრებაში თვისება არის კი და რაღაცა არ აქვს მნიშვნელობა თვისება არ შევიზღუდოთ ცხოვრებაში აუ თან მეშინია რა არასდროს თქვა არასდროს კაცო აი ეგეთი რაღაცა რო თქვა არ ვიტყვი მე არ დამემართოს არ დაგემართებ კაი მაშინ არასდროს ცხოველს არ მოვკლავ კი ბატონო მე-5 ადგილზე ცხოველს არ მოყვა მე-4 ადგილზე ხო მე-5-ზე იყოს იმიტომ რომ თუ ჩემ ძაღლს დაჭირდა მაგალითად ხორცი და ქვეყნის დასალიერი რა თქმა უნდა ცხოველს მოვკლავ რა ვაჭამა გარეულ ტახს მაგალითად ხო რასაც ძალიან განვიცდი მართლა და მე რაღაცა დავმარხავ და რაღაცებს გავაკეთებ რაც დარჩება მაგრამ ნუ გულისხმობ იმას რომ ხო არ ვიზამდი მე-4 რასაც არასოდეს არ ვიზამ არ დავტოვებ ჩემ ქვეყანას სამუდამოდ არასოდეს ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა და ეგრე იქნება დარწმუნებული ვარ ჩვენ ქვეყანას გამომარჯვეს ჩვენ ქვეყანას გამომარჯვეს მართლა ძალიან დალევადია მიწას არ გავყიდი არასოდეს ანუ რეალურ მიწას ახლა რუსეთს არ მივყიდი თქო არ ვიძახი ანუ მე ჩემე მიწას კუნთუნელს 2800 კვადრატურს არ გავყიდი საყვალებ მაგას გულისხმობ კარგია რომ დააკონკრეტე თორე ადარჩენ თავში გვაგეხლიათ ყველას მე არ გავყიდი ხო მესამე არასოდეს არ მოვპარავ იმას ვისაც უჭირს და ვისაც არ უჭირს შეიძლება მოვპარავ მეორე ადგილი არასოდეს არ დავაყენებ ჩემ თავს ჩემს ოჯახზე წინ ანუ ინტერესები რო გაიყოს თქვა თან რაღაცა მსგავსი მოხდეს მოდი ახლა რეალურად რომ ვიმსჯელოთ მაგაზე ეგ კარგია ეგრე რო ვიქცევით ანუ ნახე მე ეგოისტურად გულისხმობ აი ეგეთი მოცემულობა რომ მაგალითად აი მაგალითი რო გავაკეთოთ რო აი თუ ღმერთმა დამიფაროს და აი მოსავლელი გახდა ჩემი რომელიმე მშობელი მე თუ ჰოლივუდიდან დამირეკეს აი ძალიან ისეთი რაღაცა მოვყავს მაგალითით ვისაუბრობთ მე დავრჩები და ჩემ მშობელს მოუვლი რა ხვდები მაგას გულისხმობ კი ეხლა მიხვდი თორე ხა დედა ჩემს უნდა რომ დღეს სახლში ვჭამო იმიტომ რომ გუფთა გააკეთა ან მაგას არ გულისხმობ მაგრამ მაგის გაკეთებაც მიწევს ხოლმე იმიტომ რომ ტირანია დედა ჩემი არ ვიტყვები არაერთი ტირანი და პირველი ადგილი და ერთი კითხვა მაქვს მე ოჯახთან დაკავშირებით კაი წარსულში უნდა დავუბრუნდეთ თქო კაი ხო არ შეგაწუხებს არა ანუ ოჯახის ინტერესები ანუ მშობლების ინტერესები და იმ პერიოდში შენი მეუღლის ინტერესები რო გადაკვეთილიყო შენ როგორ მოიქცეოდი ანუ სხვადასხვა ინტერესი რო ქონდათ რაღაც თემაზე დედა ჩემს და ჩემს ოჯახს და ჩემ აქ გულახდელი ვიქნები სხვა ინტერესი რო ქონდათ ალბათ მე ჩემებს დაუჭერდი ხარ ოჯახს ხო ალბათ მე გეუბნები აი თავდაპირველ ეგრევე რა ეგ სხვა შორის აი ეგ უკვე ცუდია აი ეგ უკვე ძალიან ცუდია მაგრამ მე ეს თვისება მაქვს დედა ჩემი და მამა ჩემი თუ იტყვიან მაგალითად და რატომ არის ცუდი აი შენთვის არ გვემეტება თქვა თუ ეგ მკიდია იმიტომ რომ მე ცოტა რომანტიზირება მიყვარს რაღაცების მაგრამ თუ მეტყვიან რომ ცუდია რაღაცა არ გინდა რაღაც ვიჯერებ ეხლა ამ წუთას მე ვხვდები რომ უკვე ჩემი მშობლები მიხვდნენ იმას რომ მე აბსოლუტურ თავისუფლებას მაძლევენ გონებაში ყველაფერში აი რა გადაწყვეტილებაც არ უნდა მივიღო ესე იგი ესე არის მისთვის საჭირო მაგრამ მანამდე ოღონდ ცხვირი არ წაიტეხოს იყვნენ გადაფოფრილები და წინასწარ მეუბნებოდნენ წარმოგიდგენთ ერთი წლის მანძილზე რა შეიძლება მოხდეს თუ მე ამ ნაბიჯს გადავდგამ და მეუბნებოდი კაი რაღაც მშობლის პოზიციიდან შეხედება ძალიან მაგარია დიდი ალბათობით ჩვენს მსგავს რაღაცებს გავაკეთებთ მაგრამ ადამიანის ბედის წერაზე ამ ხელაზე გავლენა არ უნდა მოახდინო კი ბატონო და არც უნდა გახდენინებდეს რა ადამიანი და მე ალბათ короче ჩემი მშობლების პირდაპირ ვამბობ რა მოსაწონი რო არ ყოფილიყო და რო არ მოწონებოდათ არის შანსი რა რომ მე ცოტა უკვე ეჭვის თვალით ყოფილიყავ ეს ძალიან ცუდია მე ახლა ეგრე აღარ მოვიქცეოდი მაგრამ შენ მიმართებაში რო გაეკეთებია შენ პარტნიორს იგივენაირად ან თავის მშობლების აზრი რო გაითვალისწინებია და შენი არა
შენ რა რეაქცია გექნებოდა? მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრ ადამიანზე ახდენს ზეგავლენას, აი ეგ ამბავი რა, რომ აი რაღაც აი დედა შენ რო ამბობს რა. ვაი, ეს რა გოგო მოგვიყვან, ეს რა თქმა უნდა გისწორდება, რომ გეუბნებიან, რომ ეს რა გოგო მოგვიყვანე რა. აი გრეა ეხლა რა თქმა უნდა, ვერაფერს ვერ იზა. მაგრამ ნუ ღმერთმა ქნას, რომ ისეთი რაღაც რომეო ტიპი გაიჩითოს, თქვა თუ ამბობ ჩემ ცხოვრებაში, რომელსაც სულ უბედურებები უთხრან ჩემზე, რაც დამიჯერე ხა აი მაგალითად ბუბასთვისაც ცუდი რაღაცები ჩემზე უთქვიათ რა. ირგვლივ და ფეხებზეც დაუკიდებია კიდე ხვდები. ხო, ეგ მოხდება. ხო და აი იმედია ეგეთი ადამიანი შეხვდება რა დაიკიდებს რა თქვა იმ მშობლების აზრსაც და ყველაფერს. ჩემ შემთხვევაში, მაგრამ ეხა აი ცოტა რთულია რა, ეხა წარმოგიდგენე შენ ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვან ადამიანს, რომლებსაც დარწმუნებული ხარ, რომ შენთვის მარტო საუკეთესო უნდათ, რომ არ მოწონთ შენი არჩევანი, ეგ ცოტა რთულია. რთულია, კი ბატონო. გამოსავალი რა იქნება? ანუ სწორი პოზიცია ის ხო არის, რომ შენ თავს ენდო და შენ მეორე ნახევარს. კი, მაგრამ მე იცი რა მქონდა, აი იქნებ ამათმა უკეთ იციან რა. რაღაცებზე მქონია ეგ. ჩემ მშობლები, ესენი ჩემ მშობლებია. გასაგები. ანუ მშობლებმა უფრო კარგად იციან. კი, მაგრამ ეს რის მერე მოხდა, იცი? რის მერეც მე არასოდეს არაფერში არ უჯერებდი და ცხვირ განგრეული დავდიოდი. მართლა გეუბნები რაღაცას რომ მეუბნებოდნენ რომ ეს არ გააკეთო. თუ თავში არ მომდიოდა საერთოდ რომ ის გავაკეთო. გავაკეთებდი, იმიტომ რომ თქვა რომ არ ვქნა. და მე უკვე აი ამ ჩემი 20 წლის მერე ამბებში უკვე ცოტა თქვენ დამილაგეთ ერთი წელი რა ვაკეთო და ყველაფერს ესე გავაკეთე, აი გქონდა. პირველ ადგილზე გადავიდეთ. რას არ გააკეთებდი? აი იცი რა, რას არ გავაკეთებთ ამ პირველ ადგილზე მართლა ვერ ხვდები. აი ხო, ყოლობას არ ჩავიდან, ხო, ყველა იტყვის მაგას მე-10 ადგილზეც მე-20-ზე, აი რა ვთქვა. რაღაც ემოციური კავშირი უნდა ქონდეს, ან თუნდაც რაც გაღიზიანებს თუ ბევრი რამ არა თუ იცი რა, არასოდეს აღარ მივიღებ გადაწყვეტილებებს ყვითელი სათვალიდან მაყურებელი, როდესაც ვარ რა. თუ რა ქვია, ვარდისფერი ქვია, ყვითელი დავიბენი უცებ, მაგრამ ვარდისფერი სათვალე, ცოტა ესეთია. რა გადაწყვეტილება პრინცესულია და მაგითოს. ვარდისფერი სათვალე, რო აი გეკეთა ის. თუნდაც აი რომანტიზირებას რო ვუკეთებდი, აი და თუნდაც აი ამ ქორწინების ამბავს, რომ ყველაფერი მარტივია, ყველაფერი რაღაცა მთავარია, პეპლები და საერთოდ არ არის ეგრე რა. უფრო რაციონალურად უნდა აზროვნებდე. კიდე გადაწყვეტილებებში ის მიდის, რომ ჩემი აი ამ ქედმაღლობებიდან გამომდინარე ძალიან ბევრ ადამიანს მივაყენე ტკივილი და საკუთარ თავს პირველ რიგში. ამიტომ არასოდეს აღარ მივიღებ მე გადაწყვეტილებებს ვარდისფერი სათვალიდან. გასაგები. პირველი უფრო მძაფრი უნდა ყოფილიყო, რა ვიცი. რა ადამიანის ტკივილზე უფრო მძაფრი რა უნდა იყოს? ხო. მოკლედ, ხა შენ გადაცემაში რო ვიყოთ. ხო. რას მკითხავდი? მე უკვე რაღაცები ვიცი შენზე და შემილია? კი. YouTube-ია თავისუფალი ფორმატია. დალევად შეგვიძლია. რას კითხავდი და ძალიან მაინტერესებს შენი აზრით, საიდან გამომდინარე დაიწყო 17 წლის ასაკში ეს ამბები? ეს შენი ჩემთან? რა იყო წინაპირობა ამ ყველაფრის? ამ გადმოსახედიდან. მე ვაბრალებ ბავშვობის ტრავმებს რა. ძირითადად შემთხვევაში ბავშვობიდან ფიქრობ რომ მივიღე ეგ ყველაფერი, მაგრამ საეჭვოდ ემთხვევა. ანუ სანამ დაიწყებოდა ეგ ყველაფერი, ერთი კვირით ადრე ადამიანი მოკვდა ჩემ თვალწინ. რომელიც შენი მომენტში ალბათ გეგონა რომ ძალიან მძაფრად არ გადაიტანე, მაგრამ აღმოჩნდა რომ თურმე ძალიან მძაფრად დაილექა შენ გონებაში და ხო? კი, სიზმრებშიც გადასულა და ხო. ცოტა გული მწყდება რა ამაზე რო ვლაპარაკობთ. აი ჩვენი მშობლების თაობას მაგალითად საერთოდ არ იცოდნენ რა არის მენტალური მდგომარეობა. აზრზე არ იყვნენ და ამიტომ ისე ლაღათი იყვნენ. იმიტომ რომ ეგონათ რომ ცუდ ხასიათზეა უბრალოდ დღეს. და რაღაც არ ვიცი, შეიძლება ნაკლები პრობლემები იყო. ჩვენი მშობლების თაობა, ნაკლები პრობლემები რა, ანუ იმდენი პრობლემა იყო. რა, აი გადარჩენის ინსტინქტი. წარმოიდგინე რომ ვიღაცა გამოდის და იარაღს გესვრის შუა ქუჩაში, ანუ ხო ხდებოდა და მიდიხარ და ტანსაცმელი არ გაცვია და პურის რიგში, ანუ ეგ თაობა ჩვენი მშობლების. სხვა შორის მე მქონდა 40 დღე უტელეფონოთ. კარგი იყო? და მივხვდი რომ
ბევრად უფრო ლაღი ვიღვიძებ და ვიძინებ, ვიდრე ტელეფონით და გადავწყვიტე, რომ საერთოდ ეგრე მეცხოვრა რაღაცა პერიოდი და წარმოიდგინე, კომპიუტერს ვრთავდი, მეგობარს ვწერდი, რომ ეხა 15 წუთში გახსოვს ადრე როგორც ვაკეთებ. 15 წუთში გამოვალი და ვერ ისპერქთან დამხვდი. ამას ვწერდი და კაცმა არის ის დაგხვდება 15 წუთში ვერ დაგხვდება ისე, მაგრამ მე ველოდებოდი იქ, იმიტომ რომ და ისიც უეჭველი მოვიდოდა სწორ დროს, იმიტომ რომ იცოდა რომ მე ტელეფონი არ მაქვს. მე ჩემ მეგობრებთან მეძებდნენ მშობლები. ძალიან კარგი იყო ეგეც. ეგ შეგრძნებები არის კარგი რა, რავი, მე კარგად მოვიდა. ცოტა ხნის წინ ვცადე ეგ რა, 2 წლის წინ. და მივხვდი რომ რეალურად ჩემი ყოველდღიურობა რა არის, ტელეფონში შევდივარ, ვნახულობ რომ ვიღაცას რაღაცა გადასხმა ჭირდება, ვიღაცა ძალიან ცუდ დღეში, ვიღაც რაღაც. ამისგან ხო ივსები ადამიანი და ამითი დადიხარ მე ამ ბაგაჟით. და რატო გარემო ფაქტორები, რატო უნდა ზემოქმედებდეს შენ ყოველდღიურობაზე და შენ ხასიათზე? რატო უნდა შემოუშვა? ადამიანები არ. წარმოიდგინე, მე ვთქვათ ამ დღეს წავიკითხე, რომ ლიკანში მანქანამ გადაუარა ძაღლს და გარდაიცვალა ადგილზე. მე ხო ამ წუთას ამითი ამ ძაღლს ვერაფრით ვერ დავეხმარები, აქედან თბილისიდან ვთქვათ. რაც უნდა ის კატასტროფა, მაგრამ მე ეს ღამე შეიძლება აღარ მაძინებდეს რა. თან მან რა საინტერესო ისე იმ წამსვე რომ იღებ მაგ ინფორმაციას იმდენ გავლენას არ ახდენს შენზე. დაილექება და უკვე ღამე როდესაც დაწვევი და უნდა ესე ვთქვათ დაისვენო, მაგ დროს არ გასვენებს, ხო ეგრეა, მაგ დროს გვახსენდება, ამოტივტივდება. კი, ეგრეა. ისე როგორ იძინებ ხომ? რუტინა როგორია წილის? პოდკასტებს უსმენ ხოლმე, ქართულს აუცილებლად, ძალიან მაგრამ იყოს. ანუ რაღაცას უნდა უსმინო, რომ დავიძინო. არის პერიოდები, როდესაც ძალიან მაწუხებს, მე უცებ ხმები, ვთიშავ და ვიწყებ რა თქმა უნდა ფიქრს, რაღაც მე გამოვდივარ ეზოში, დავრბივარ ჩემ წახთან. აი ეგეთ რაღაცებით მე უფრო მარტივად ვიძინებ. სიმღერები არ გაძინებს. პოდკასტი უნდა იყოს? პოდკასტი უნდა იყოს ლაპარაკი და რაც შეიძლება კრეტინულ თემებზე რა. რომელ გადაცემას გამოვარჩევთ? ჩემი აზრით, ყველაზე კრეტინული პოდკასტი არის ფუ პოდკასტი. ფუ პოდკასტი. აუთ კაი გაგებით რა. რა თქმა უნდა. ის არის დებილობაა ძალიან და თან ძალიან საინტერესოა. და რატო რითი ვერ ვიგებ? მე შენი მსმენელი ვარ, ხო გითხარ? კი და ძალიან მაგრა მიხარი. და ანუ ადრე უსმენდი. დაახლოებით 6 თვის წინ. მეცაც გეტყვი. ჩემი შვილი რო დაიბადა. ხა. რომ მივიდიოდი გზაში მაქსიმალურად უსმენდი. მართლა? კი. გილოცავ? მადლობა. ბოში შეძენას. ძალიან დიდი მადლობა, რა მაგარია. თან რო გახსოვს რომ მაგ მომენტში უსმენდი. ძალიან, ანუ ასოცირდება შენი შვილის დაბადებასთანაც. ძალიან მაგარია. ხო და რა შვები რა, ახალი სიმღერები გამოვუშვი. რა შვები და ეხა ბენდი შევკარი უკვე და ძალიან მაგარი მუსიკის კეთებას ვიწყებთ. ნუ დავიწყეთ და ეხა დადებას ვიწყებთ. უბრალოდ ვიროზოს ვერ ვიპოვეს სწორი დრო. ამასობაში მოვიდა რა ვიცი, გაზაფხული შემოდგომა ზამთარი. დავდებ. კლიპი გაქვს გადაღებული? არა, ეხა უნდა გადავიღოთ შაბათს. კლიპი ამ ახალ სიმღერაზე და ვნახოთ, აბა. დავდებ. ბოლოში რო გავიდეთ. გავიდეთ. ინტერვიუერი რო ხარ მაგიტო გეკითხები? აბა. რა რჩევას მომცემდი? მართლა მეუბნები. კი, ინტერვიუერი რო ხარ მაგიტო. იცი რა, მე რჩევას შენ ახლა არაფერს არ მოგცემ, გარდა იმისა, რომ გააგრძელო, რასაც აკეთებ და ესეთი გახსნილი უნდა იყოს ჩემი აზრით, აბსოლუტურად ყველა შენს სტუმართან, იმიტომ რომ აი ის ძალა გაქვს, რომელიც ადამიანს ალაპარაკებს ეს ერთი. მე მეორე დაცულად გრძნობს თავს, როდესაც შენთან რაღაცა თავის რაღაცა რა ქვია მაგას გარდერობში შეგახედებს. და ჩემი აზრით აი ეს უფრო უნდა გააღრმავო, რაც გააქვს რა, ადამიანისგან გამოსრუტვა ინფორმაციის, რაც დიდებულად გამოგდის. წარმატებებს გისურვებ. მეც უზარმაზარს. საჩუქრად გადმოგცემ, ვიცი რა არ გიყვარს. ალკოჰოლი. მაგრამ გონოძეების ღვინოს გადმოგცემ საჩუქრად, საკოლექციო შეინახე. დიდი მადლობა. დიდი მადლობა, მოკლედ კიდევ ერთხელ. ეს იყო გადაცემა დიდი კვიზი, ჩვენი სტუმარი იყო ნანკა გვარი. დიდი მადლობა თქვენ.